რამდენიმე დღის წინ ჩამერცხა პირველი ხელფასი და აშკარად ეს ამბავი იმაზე მეტად გამიხარდა, ვიდრე მეგონა. ცოტა ხანი მოვითმინე, დაველოდე მეორე სამსახურის ხელფასსაც და ახლა გადავწყვიტე, რომ ერთბაშად აღვნიშნო ეს ყველაფერი. ზოგადად პირველი ანაზღაურება ჩემთვის ასოცირდება რაღაც განსაკუთრებულთან. ყველა მახსოვს, რადგან სულ პირველად ხელფასი ჩამერცხა თუ არა, გავარდი ბანკომატთან, გამოვიტანე ეს ფული, ხელში მიჭირა და გახარებული მივდიოდი იტალიაში. დღემდე ვფიქრობ, რომ ის პირველი იტალიის მოგზაურობა ნახევრად მე ვაჩუქე საკუთარ თავს, რადგან ეს ჩემი პირველი ხელფასი სრულად იქ წავიღა. იმის მერე ფრილანსერული სამსახურებიდან ანაზღაურებით მაქვს აღნიშნული სხვადასხვანაირად ეს ყველაფერი, თუმცა მეგობრებო, ფრილანსერული სამსახურები არის საუკეთესო, რადგან ერთ ხელფასს გირიცხავენ ერთ საქმეში. ყოველთვის ღერს. ოლიმპიადებს რომ გადავუღე, პარიზის ოლიმპიადისთვის, ეგეც ავდექი და იტალიაში წავიღე ისევ ოღონდ სხვა ტრიპსზე. შემდეგ ტანსაცმლის მაღაზიას გავუკეთე ბრენდბუქი და მახსოვს იმით აიანაპას ბილეთები ვიყიდე და ბოლოს თელმიკოს გავუკეთე საახალწლო ილუსტრაცია, რომელიც ვახსენე სხვათა შორის ერთ ვლოგში, მაგრამ არ მინახებია არასოდეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად სიტყვა ვერ მოიტანა, ძალიან საყვარელი გამოვიდა, ძალიან ქართული ხასიათის. იმ ფულით ავდექი და სტამბოლში გადავიხადე დაბადების. და ამ ხელფასის აღნიშვნა ცოტათი განსხვავებული იქნება. პირველ რიგში ჩემს ყველა საყვარელ ადამიანს უნდა ვუყიდო პატარა საჩუქარი და თან ძალიან მინდა რომ აი რაღაც ვჭამო, დავლიო და ისე აღნიშნო. ლოკოკინა დავინახე და ისე ცუდად არ ვიცი ვიდეოს როგორ შევწერ, ვინც არ იცით ლოკოკინების პანიკური შიში მაქვს, ანუ ისეთ პანიკური შიში რომ ხედავ გავრბივარის, კი არა გული მერე, აი ეგრევე გავრბივარ, სადაც არ უნდა ვიყო. ახლა გამოვიტანე მამასთვის ზიპო. ეს ლოგო თავის დროზე მე გავუკეთე. ახლა ამერიკაშია თვითონ წასული და ზუსტად ამ ლოგოს ვუდები აცვიათ იქ ყველას. დიდად არ მომეწონა როგორც გააკეთეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ რამეს დავამატებ კიდე. და დედას ვუყიდე სათვალე, უბრალოდ ვერ მივუსწარი, რომ ამეღო და მე თვითონ მიმეცა, კურიერმა დარეკა და თვითონ სახლში იყო და აუტანეს. ახლა ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით გავჩიშავ, იმიტომ რომ მართლა ვერავინ ვერ იაზრებს, როგორ ცუდად ვარ ამ ლოკოკინის გამო და ერთი 10 წუთი მჭირდება ვისუნთქო და ასე მოვიდა. ახლა კი დროა უტიფრად ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა ვუყიდე საკუთარ თავს. წესით აი ვერ ვხვდები ქრონოლოგიურად რაჯობ და ჯერ მე თქვა სხვას რა ვუყიდე და მე ჩემ თავს თუ პირიქით, იმიტომ რომ ახლა იმ დონის ეგოისტი გამოვჩნდები, რომ ისე ჩუქრები ყველაფერი წყალში შეიყრება. მაგრამ მაინც ვაგრძელებთ. ჯერ ვიწყებთ ყველაზე კარგი ამბით, ყველაზე კარგი ამბით ვიყიდე ჩემთვის და გიოსთვის Empire of the Sun-ის ბილეთები და ვიყიდე არა საქართველოში. რაც არის აი ორმაგად ყველაზე კარგი ამბავი, იმიტომ რომ მართლა კარგ კონცერტზე წავალთ და მართლა ბავშვობის ოცნებას ავიხდენ და არ მინდა ახლა იმაზე ვლაპარაკი, ეგენი როგორ მიყვარს, იმიტომ რომ თელ ვლოგს მაშინ ამ ამბავს დავუთმობ. უბედნიერესი ვარ. თან ძალიან ცოტა ხნის წინ ვქენი ეს ყველაფერი. ვიყიდე 3 წიგნი Amazon-იდან, ერთ-ერთი არის Crying in H-Mart, მეორე არის Sally Rooney-ის ახალი წიგნი და ჩემი რჩევა ყველა ალბათ უფრო გოგოს, არის ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს ნოველები და რაღაცნაირად აკლია სასიყვარულო ამბები წიგნებში, Sally Rooney-ის ყველაფერი შეგიძლიათ წაიკითხოთ. ერთ დღეში ვასრულებ ყველა მის წიგნს და ჩემთვის ერთ დღეში ინგლისურ წიგნის დასრულება არ არის ძალიან ადვილი, იმიტომ რომ ბევრად უფრო ნელა ვკითხულობ, მაგრამ ტოპ, ყოველთვის ტოპ. და კიდე ვიყიდე Cleopatra and Frankenstein. ესეც ძალიან მაინტერესებს, ყველაფერი გამოვიწარ, რა თქმა უნდა, მეორადი წიგნებს ვიწერ ყოველთვის მეორადს. გარდა იმისა, რომ იაფია, სამყაროსაც უფრთხილდება. და ახლა ტანსაცმელი. გამოვიწერე ეს სეტი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მინდა და ზუსტად ვიცი უკვე სადაც ჩავიცვამ. გამოვიწერე ტაიგერის Mary Jane-ები, ხო არ ვიცი რა ქვია, flat shoes და გამოვიწერე ლაბუბუ, რომელსაც ვინიც ავიღე, რომ ლაბუბუ ვიყიდე, ანუ ყველას ვუთხარი, რომ ლაბუბუს ველოდები, ლაბუბუ. ერთი შვილი მაქვს, ჩემი ლაბუბუ ჩამოვიდეს და ჩანთას მოვაბაღოთ, რომელ ჩანთას უნდა მოვაბა, ეგ არ ვიცი.
ლაბუბუს ასწველი მაქვს, ერთხელ მეგონა ლაბუბუ ვიყიდე, თურმე ლაბუბუს ასწველი ვიყიდე და ამიტომ ჩამოვა ჩავაცმევ. და სხვა არაფერი არ მიყიდია. არ ვიცი ეს ახლა რამდენად ბევრი ჩანს იმის ფონზე, რასაც მე ვყიდულობ ყოველთვის, მაგრამ თავი უნდა შემეკავებინა. შემდეგ ხელფასზე ძალიან ბევრ რაღაცას ვიყიდი, მაგრამ ამ ჯერზე ვერა, იმიტომ რომ არის კიდევ რაღაცები, რაც შევიძინე, თუმცა ინტრიგის მიზნით ახლა არ ვიტყვი. და ყველაფერს გავიგებთ ძალიან გვიან მერე. ძალიან დიდი ხნის მერე. დღეს არის ხუთშაბათი. სამსახურიდან გამოვედი ცოტა ადრე, არის უკარგესი ამინდი, როგორც იქნა და დღეიდან ვიწყებ ჩემი ხელფასის აღნიშვნას ოფიციალურად. ეს დღესასწაული გაგრძელდება დღეიდან, კვირის ჩათვლიდან 4 დღის მანძილზე, რადგან ახლა მივდივარ ახლად გახსნილ რესტორანში, ხვალ მივდივარ ჩემს ახალ თანამშრომლებთან ერთად დასალევად და შემდეგ ჩემი შეყვარებულის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც ჩემი უახლოესი მეგობრები არიან. ზეგ მივდივართ მე და ანანო კინოში და მასზე მივდივარ ჩემს საყვარელ იაპონურ რესტორან იოკოში. ახლა განახებთ რას ვიცვამ, არის დიდი ალბათობა რომ გული ამერიოს ამ ლუქსზე ცოტა ხანში, მაგრამ მაინც ვცადოთ. ეს ჟაკეტი, რომელიც ამ ჟაკეტის მთავარი პრინციპი არის აი აქ რომ იყვრება და რაღაც ლამაზ ყელს ქმნის, არ ვიცი ოღონდ საბოლოოდ რამდენად კარგი გამოვა. ეს ჩანთა, unboxing-ში ეს ყველაფერი უკვე განვიხილეთ. თუ არ იცით რაზე ვსაუბრობ, მაშინ არ ხართ ჩემი ერთგული ფანები და ყველაზე მთავარი აი ამ Vivienne Westwood-ის ჰალსტუხით უნდა გავიკეთო ბაბთა. რომლის დემონსტრაციას ახლა არ მოვახდენ, მაგრამ აი რაც ესეთი cute little moment უნდა გქონდეს. და დიდი ზომის სათვალეები. და დღევანდელი დღის ჰაილაითი კიდევ ერთი არის ის, რომ რესტორნის შემდეგ მოვარდები სახლში, გამოვიცვლი სპორტულებს და წავალ ბადმინტონის სათამაშოდ. ბიჭო, ეს ნახევარზე რო თამაშობენ, მაგრამ ნახევარზე უნდა ითამაშო, თუ რა თქმა უნდა. აბა, კარგად ვიკეთე. Subscribe. Bell icon. Subscribe, like and share. მეგობრებო, დაfollow-ეთ ჩემი TikTok-ი. იცი რა, აი პირველი მომენტია ჩემ ცხოვრებაში, როცა ბუნკა ვოდკის დალევის არ ვერიდები. აი, იცი როგორი დაფიქრე. ყველა ხდება შეჭება. არა იმენა, ესე კიდე 4 კაცის მაგირო და 2 კაცი. ბოლოს გამაზა შეჭება არა და ჯო. გამიტო წავდა იგივე, ჩაათო. სკა. ამოჩაგიცო და უარე და იმენა. სკა. იგივე, ვაი, წაბერე მით. ამათო მოგვა. ვლოგი კი ვლოგია და რაც ხდება იმას ვიღებ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც გეგმავ, როდესაც წავალ მე როგორ დავამონტაჟებ, საყურებლად როგორ უკეთესი იქნება და ეს მქონდა გადაწყვეტილი, რომ ამოს წაგებული წისქვილი უნდა ჩაებარებინა ჩვენ დალევიდან მეორე დღეს, რომ ახმელინიდან ერთად გამოსულიყავით და
გიждები წისქვილზე, ანუ რა მიმართება იცით? გვენა არ სიკვდილის წინ მაგათი ხინკალი და ხაჭაპური გამახსენდება, მაგრამ წავედით საშინელ წისქვილში. აი, თავის მოკლა გვინდოდა, ჯერ ხო გემრიელად ვერ ვჭამეთ. მერე რაღაც ტაშფანდური ფანოღები იყო და ну ვერაფერი ვეღარ გადავიღე რა, ამიტომ პარასკევის crazy weekend-ზე ვილაპარაკებ ახლა. არა, ვერ მოყვები პარასკევის ამბებს. ანუ არაფერი არ მახსოვს ისეთი რომ მოყვე. მაგრამ მოყვები დღეს რას ვაპირებ. ახლა გამოვიდი ამოსთან. ამო, ლუკა და ანანო არიან მეზობლები. უნდა გადავიდე ლუკასთან და ანანოსთან, სანამ ამო მეცადნეობს, იმიტომ რომ გადავუტანო ეს საჩუქარი, რომელიც უყიდე ჩემი პირველი ხელფასით, იმიტომ რომ ზუსტად ქალბატონი ლოლა დამეხმარა, რომ სამსახური დამეწყო და მადლიერების ნიშნად. და ამო რომ მორჩება მეცადნეობას, იქიდან გავდივართ sushi date-ზე, რომ იქნებ ამ კვირაში ნორმალურად ვჭამოთ. აუ, ხო, შენ დაიმახსოვრე რა გინდოდა? კი. ძალიან excited ხარ? ხო და რა გინდა? ანუ სორაგული და ბრინჯი? ხო. შენ? ის ის ბრინჯი გინდა? შენ რა გინდა? მე მინდა ყველის რამენი.